ეს რეჟიმი, რომელიც ახლა ამ ვითარებას იყენებს ინტენსიურად ძალიან, მისთვის ჩოული ნიაღვარით, ტყუილ მართალის ნაზავით, ჩვენ ვამხილოთ სიმართლეს დაყრდნობით, რომ ეს არის ხალხი, ადამიანი და მისი პოლიტიკური არარავების გარემოცვა, რომლებიც ხარობენ საქართველოს მტრის წარმატებით, შესაძლო წარმატებით, ან არსებული ნაწილობრივ წარმატებით. ანუ ამაზე აქვს ფსონი დადებული და ამას იძახიან ზოგჯერ უფრო ეფექტურად აკეთებენ ამას, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანონ, რომ აი წუხილით აკეთებენ, რომ აი ჩვენ მართლები აღმოჩნდით, ხედავთ, საით მიდის სოფლიო, აღარ ჩამოთვლი ხა არგუმენტებს და ამიტომ გონივრული იყო ჩვენი ჩაწოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ ბოდიში ამ სლენგისთვის გაასხავენ ხოლმე, ან მოსრეალდებიან და რაც გულში აქვს და რაც რეალურად მათ არს ამ კაცის და მისი გარდაცვალების არს გამოხატავს, იმას იძახიან ხოლმე და ჩემთვის ამის ნიშანი იყო ყველგან ვიმეორებ, ყველას მოუწოდებო ნახონ, იმიტომ რომ ძალიან ნიშანდობლივი არის იმ ხალხისთვისაც, ვინც ჩვენ შეხედულებებს ფუნდამენტურ საკითხებზე ანუ ფუნდამენტურში გულისხმობ ივანიშვილის რეჟიმის კურსს არ იზიარებს, ნახონ მათი მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის ხო? რომელსაც აი ბოლომდე მოსრიალდა ხო რომ სიხარულით სასეწიენ აი ამ და ცუდი ეპიზოდის გამო საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ჩემი აზრით თავისუფალი სამყაროსთვის გულისხმობ იმ ეპიზოდს, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ პლურალობა ბუნებრივი. რომ პირდაპირ თქვა რომ რატო უკრაინის დამარცხება ჩვენთვის ცუდი, უკრაინის დამარცხება არის ჩვენი წარმატება. ანუ ოსმო ჩავამატოთ უკრაინის დამარცხება, რუსეთის გამარჯვება არის ჩვენთვის კარგი. და ეს კითხვა უნდა დავუსვათ სულ ყველა ადამიანებს, ვინც აი ამ მათი სხვა მხრივ და სხვა დროს უფრო ეფექტური პროპაგანდის გამო ან ყოყმანობდნენ, ან დაეჭვებულები იყვნენ. როგორ შეიძლება რომ ასეთ სარისკო დროში მით უმეტეს თუ ცუდად მიდის საქმე. ხო? და უკაუარესთან. ყავდეს ხელისუფლება, რომელსაც შენი მტრის წარმატება უხარია. როგორ შეიძლება რა არგუმენტი